მაღალ ფუნქციურში გულისხმობდნენ მაღალი ინტელექტის მქონე აუტიზმის სპექტრის ადამიანებს. მაგრამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძალიან მაღალი ინტელექტი, მაგრამ ვერ იყოს მაღალფუნქციური. ყოველდღიურ ფუნქციონირებაში აუტიზმის სპექტრის მახასიათებლები მას გარკვეულწილად მაინც უშლიდეს ხელს. ამიტომ ამ კუთხითაც ძალიან სხვადასხვა მიმართულებით მივდივართ რა, რომ მაშინ როგორ გამოდის მაღალფუნქციური და ნუ პლუს ის ეთიკური მხარე, რაც აღვნიშნეთ. ამიტომ ჯამში აღარ იყენებენ, ასე ვთქვათ, ამ ტერმინებს. ანუ ეხლა ამ შემთხვევაში შენ გულისხმობ იმას, რომ ხშირად რო ხსმენია ხოლმე შემთხვევები, როცა ვიღაცა კონკრეტულმა ადამიანმა მოზილმა თუ ბავშვმა იცის მაგალითად თვითმფრინავების განრიგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხო? რომ ეს რეალურად გამოყენებადი ცოდნა არ არის. აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რაც შენაბობდი ახლა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. მან შეიძლება იცოდეს მთელი კოდექსი, მაგრამ ანუ ვერ იყენებდეს, ხო? დიალოგზე არ მოდიოდეს საერთოდ. ანუ ფაქტობრივი ცოდნა და ფუნქციონირება ყოველდღიურ ცხოვრებაში არა მარტო აუტიზმის შემთხვევაში, ზოგადად ერთი და იგივე არ არის, ხო? და განსაკუთრებით აუტიზმის შემთხვევაში. და სწორედ ხშირად აი ამ მაღალ ფუნქციურს, რასაც ეძახდნენ ხოლმე, რომ აი ეს ინტელექტი იყო, ფაქტობრივი ცოდნა ჰქონდა ძალიან კარგი, ძალიან დიდი დოზით აქვს ინფორმაცია, მეხსიერება აქვს საოცარი, მაგრამ ის, რაც აუტიზმისთვის მნიშვნელოვანი არის და ადამიანის ცხოვრებისთვის, რომ ყოველდღიურ ინტერაქციაში როგორ არის ადამიანებთან, კომუნიკაციაში როგორ არის, პროფესიულად ან სასწავლო დაწესებულებაში რამდენად შეუძლია ჩაერთოს და ასე შემდეგ, ან ემოციებს გაუმკლავდეს მაშინ, როდესაც დაუშვათ ცუდად არის ემოციურად, აი აქ შეიძლება ძალიან დიდი დოზით დახმარება სჭირდებოდეს.